ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი უფლებადამცველი ბაია პატარაია Facebook პოსტის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 4000 ლარით დააჯარიმა. ბრალდების მხარე პატარაიას სოციალურ ქსელში ქართული ოცნების წარმომადგენლების მარიამ ლაშხის, თია წულუკიანისა და მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა. სასამართლო პროცესს თავად უფლებადამცველიც ესწრებოდა. ბაია პატარაიას ერთ-ერთი პოსტი თია წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა. პატარაიას თქმით, პოსტში დაწერილი სიტყვები უკან არ მიაქვს და განმარტა, რომ მისი უფლებაა პოლიტიკოსის განცხადებებზე საკუთარი რეაქცია ჰქონდეს. ეს პოსტი ეხმიანება თია წულუკიანის სრულად სამართლიანო განცხადებას, როდესაც მან ბრძანა, რომ ანწუხელიძე უაზროდ შეეცი. მე მიწერია, რომ თია წულუკიანის დაბადება და ცხოვრება არის უაზრო და არა ანწუხელიძის გმირული საქციელი. რა თქმა უნდა, ფიქრობ, რომ ყველა ვინც შეურაცხყოფს გმირებს მას პასუხი უნდა გაიცეს. ანწუხელიძე საფლავიდან პასუხს მიიღებს. ჩვენი მოვალეობა შევაფასოთ თია წულუკიანის განცხადებას. ჩვენ მას ვერცად ვერ ვიჩინებთ სამწუხაროდ. ერთადერთი რაც დარჩენია არის ის, რომ მიცეთ რეაგირება მის პოლიტიკურ განცხადებას, მიცეთ შეფასება. ესეც კიდევ ერთხელ არის შეფასებითი კატეგორია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სიტყვით და გამოხატვის თავისუფლებაზე, იქ მაქსიმუმ საუბარი იყოს მაგალითად ცის წამებაზე, ან სხვა ისეთ მაჩვენებლებზე, რომელიც შეიძლება იყოს სადავო, წიდებოდეს მტკიცება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეფასებითი კატეგორია არის ის, რომ ადამიანს შეუძლია გვაქვს უფლება, ადამიანის ამ ქვეყნის მოქალაქის უფლება გვაქვს შევაფასოთ და ჩვენი აზრი გამოვხატოთ, შეურაცხყოფოთ და შოკის მომგვრელ განცხადებებზე, რომელსაც აკეთებენ უმაღლესი თანამდებობის პირები. ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ქართული ოცნების წევრების საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შეტანილ ცვლილებას ეფუძნება, რომლის მიხედვით სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდა. მათ შორის სოციალურ ქსელებში. ბაია პატარაია ერთადერთი არ არის, ვინც Facebook პოსტის გამო სასამართლოში დაიბარეს. ამავე მიზეზით 11 ივნისს სასამართლოში ჟურნალისტები ნანუკა ჟორჟოლიანი, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, დია მამისეიშვილი, ეკა მიშველაძე, მიშა მშვილდაძე, პოლიტიკოსები თამარ ჩერგოლეიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, აქტივისტები ანა სუბელიანი, დავით ქაცარავა, გიორგი ქადაგიძე, ქეთი მოლაშვილი, ირაკლი გვალია, მარიამ გეგუჩაძე, გიგა მაქარაშვილი და გიორგი ტუმასიანი დაიბარეს. ეს კონკრეტული მუხლი არა მარტო სიტყვა-სიტყვის მნიშვნელობით, ამ კონკრეტული სიტყვასთან მიდახებით, არამედ თვითონ წინადადებას, როდესაც იწვლის ერთ არის საუბარი განშერებული, ამასაც მიიჩნევს ერთგვარად დაჯერებებას. დინარეთის ბუღალტერია ხორცებია, მაგრამ სამშობლოს მოვალეა ეს რუსი. ეს ფაქტი არა, რომ თუ ჩვენ ხარდებით სამშობლოს მოვალეა ეს რუსი და ჩვენ თუ ტერმინოლოგია როგორც განმარტეთ, დიდი ხანია რუსი. ეროვნების შეფასება დაკარგა და მიზანმიმართულებლად აახორციელებთ ამ ტერმინის გამოყენებას, ის ცნობილია. შესაბამისად, ამ კონტექსტთან მიმართებით და რუსის გამოყენებასთან მიმართებით, რომ სამშობლოს მოვალეა მიზანმიმართულად მიიჩნევთ, რომ შეურაცხყოფელ ტერმინად მოიხსენიებთ როგორც რუსს. მიიჩნევს შეგასაკეთე სამართლებრივ, რომ ეს ჩნდება გვარი დამატებები. ანუ რუსის დაზიანება არ შეიძლება? ხო, ეს მომავალში რომ მოიქცევით, ყოველ შემთხვევაში ამ გაკეთებულ ფრაზასთან მიმართებით, რომელიც იდეის არის დაშორებული და მიემართება პერსონალურად არა მამუკა მდინარაძეს, პერსონალად იმიტომ, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკურ განცხადებებს ამ კუთხით აკეთებს. თია წულუკიანის პოსტთან მიმართებაშიც ასევე იხსენიებს რუს ტერმინებს, იხსენიებს, რომ უაზრო თია წულუკიანის დაბადება, უაზრო ჩაძაღლდება, როცა მოუვა ვერ ხდება ეჭიგად გაჩენილი, ვერც მირობის ფას, პოსტსკრიპტულად აღწერეთ პაპუაშვილს და აღწერეთ საჯელთან. ბაია პატარაიას მსგავსად თბილისის საქალაქო სასამართლომ Facebook პოსტების გამო ფორმულას ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე 4000 ლარით, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ასევე 4000 ლარით, აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე 3000 ლარით, ჟურნალისტი დია მამისეიშვილი 3000 ლარით, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე 4000 ლარით და პოლიტიკოსი თამარ ჩერგოლეიშვილი 4000 ლარით დააჯარიმა.